7 პლანეტის წარმომადგენლების გზავნილი 1 აპრილი 2016 წელი. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ძმებო და დებო. ჩვენ დიდი ხანია რაც არ გამოსულა თქვენთან კავშირზე, რადგან ცდილობდით, რათა გვეხილათ თურით დამთავრდებოდა გარდამტეხი პერიოდი დედამიწაზე. თქვენ გადიოდით ამაღლების კიდევ ერთ ეტაპს, რომელიც აღმოჩნდა საკმაოდ უჩვეული და შეიძლება ითქვას კრიტიკული. როგორ გამოიხატება ეს? პირველ რიგში თქვენ წახვედით წინ ბალანსის ენერგიების წყალობით, რომლებიც მოვიდა დედამიწაზე ახლა. ასევე მოხდა მეორე მზის მაქსიმალური მოახლოვება. ახლა მან გააჩია თავისი მოძრაობა და თუ შეიძლება ითქვას, დაიკავა მომლოდინე პოზიცია. რატომ მოხდა ეს? საქმე ისაა, რომ დედამიწაზე ბელი და ნათელი ძალების მუდმივი ბრძოლა გავლენა საყრდენ შემოქმედის გეგმებზე და ცვლის ამაღლების გრაფიკს. ის ანელებს როგორც დედამიწის, ასევე მისი მაცხოვრებლების წინსვლის პროცესს. რაღა თქმა უნდა, ამას არ შეუძლია მთელი ჩანაფიქრის განულება. დედამიწის ანაღლება მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში. საქმე ეხება მხოლოდ იმას, თუ რამდენი ადამიანი შეძლებს დედამიწასთან ერთად მეხუთე განზომილებაში გადასვლას. მეორე მზე არის ის ინსტრუმენტი, არის მაშველი რგოლი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს დიდ ადამიანებს გამოიღვიძონ და შეიტანოს მათ სულში დიდი ხნის ნანატრი ბალანსი კაცურსა და ქალურ საწყისებს შორის. თქვენ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, რომ დედამიწაზე აუბოქრებული ნებებს შეუძლიათ შემოქმედის ჩანაფიქრის შეცვლა და მოვლენათა ღვთაებრივ სურაში ჩარევა. თუმცა საქმე ისაა, რომ თავისუფალი ნების კანონი ხელშეუხებელია და თუ ჩვენი შემოქმედი ხედავს დედამიწაზე უმეტესი ადამიანის სურვილს, რომ იცხოვრონ ზოგადში, მას არ შეუძლია იძულებით გადაიყვანოს ისინი სინათლეში. ეს არჩევანი ყოველმა ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს. შემოქმედი არ იყენებს ძალადობას არაფერში და არასოდეს. მას შეუძლია მხოლოდ დედამიწაზე სინათლეს სიყვარულის გამოგზავნა, მოგაწოდოთ ჭეშმარიტი ღვთაებრივი ცოდნა, თუმცა შემდგომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მიიღებთ ამ ცოდნას თუ უარყოფთ. ის თუ როგორ სწრაფად იმოძრავებს დედამიწა მეხუთე განზომილებაში დამოკიდებულია ყოველ ადამიანზე, რომელიც მასზე ცხოვრობს. ნელი და ნათელი ძალების თანაბარდობა მუდმივად იცვლება. სწორედ ამიტომაც ასე ხშირად ხვდით დახმარებას ეციური ძალების გზავნილებში, რომლებიც მუშაობენ თქვენი პლანეტის გადასარჩენად. დაუბრუნდეთ მეორე მზეს. რატომ გაჩერდა ის? საქმე ისაა, რომ მისგან წამოსული ელექტრომაგნიტური რხევები ატაკება დედამიწას ისეთი ძლიერი ნეგატიური ენერგიების კონცენტრაციას, რომელიც საგროვდა ასტრალურ დონეზე, რომ მათ არ შეუძლიათ სუბუქად რომ შემოაღწიონ დედამიწაზე და აავსონ ის თავიანთი მადლით, როგორც ეს შემოქმედის მიერ იყო ჩაფიქრებული. ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ზეციური ძალები და სინათლის მოხელეები თავიანთი ერთობლივი მუშაობით გააწმინონ დედამიწა ამ ძველი ბალასტისგან, რომელიც ეკაჩება მას უკან. მუშაობა მიდის გამონებით და გვერდწმუნდეთ ყველაფერი იკეთება თქვენს გადასარჩენად. თუმცა მაინც საჭიროა, რომ დედამიწაზე უმეტესი ადამიანს მოუნდეს გადარჩენა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის არადობრივად გაკეთება. ჩვენ გვსურდა, რომ თქვენ დაგენახათ მომხდარის ჭეშმარიტი ბუნება და გააცნობიეროთ თქვენი პირადი პასუხისმგებლობა თქვენი საყვარელი პლანეტისა და მისი მაცხოვრებლების ბედის გამო. ჩვენ ძალიან ვცდილობთ დაგეხმაროთ თქვენი დანარჩენი galaktikuri ძმების მსგავსად და გვჯერა, რომ ჩვენი მცდელობები წარმატებით დამთავრდება. 7 პლანეტის წარმომადგენლები იყვნენ თქვენთან დღეს. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.